ან ჩემი სამყარო სრულიად გაგიჟდა, ან ახლა დედაჩემის საწოლში ვზივარ ჩიპსებს ჭამ და ვიდეოს უყურებ და დედაჩემს ჯერ არ უყვირია ჩემთვის. ეს სასწაულია. ბოგდანმა და ჟენიამ ჯერ არ გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის საჭმელი წაერთმიათ. კარგი, მოიცა. მარფა რა ხდება? ეს ყველაფერი უნდა გავარკვიო. გამარჯობა დედა, რამე მოხდა? ავად ხარ, ხო? არა, რატომ მეკითხები? კარგი, შენ საწოლში ჯდომისას ჩიპსების მთელი პაკეტი შევჭამე. შენ კი არც კი შემოხვედი, რომ შეგეხსენებინა, რომ ცუდი ქალიშვილი ვარ და შენ შრომას არ ვაფასებ. ვის პროდუქტების არომატით იყო, ასე რომ მისი სუნი იმაზე უკეთესი არ არის, ვიდრე მაშინ, როდესაც ბოგდანი ოთახში წინდებს იხდის ხოლმე. ნიკოლ, ვერ ხედავ რომ დაკავებული ვარ? დროულად ვერ ვამზადებ, თითქოს 3 მოზარდისთვის კი არა, 3 აფთრისთვის ვაკეთებ საჭმელს. ამას ისი ამბობ, თითქოს შენ არ ჭამ მაგ საჭმელს. დღეს საღამოს არაფერს შევჭამ. ვალდემარმა დამპატიჟა. იმედია ერთხელ მაინც სადმე ნორმალურ ადგილას წამიყვანს ვახშამზე. რამე გემბრიერის ჭამა მინდა. იმ უგემური საშაორმის ნაცვლად. ხო, შენი ქალიშვილი ძვირადღირებულ ადგილზე ვახშამში გაცვალე. ამას დავიმახსოვრეთ. ვაუ, ბოგდან. აქამდე არასდროს მინახავს, რომ სასუსათო სიისკარ და სხვა რამე დაგეწერა. ძალიან მნიშვნელოვან საქმეში ვარ ჩართული. რა? შენ? საქმე? მნიშვნელოვანი საქმე? ერთ წინადადებაში იმდენი უცნაური ფაქტია. ფრანგული სიტყვების სწავლა კატრინისთვის. რა? შენ რა? ლედი დიანა აღარ მოგწონს? კატრინი ჩვენი მეზობელია საფრანგეთიდან. აშკარაა რომ მომწონ ვარ და იგი მეც მომწონს. მაგრამ მითხრა რომ ჩემთან ერთად პაემაზე წავიდო და თუ 100 ფრანგულ სიტყვას ვისწავლედი. ბოგდან, ის ფაქტი რომ ერთხელ მოგესალმა არ ნიშნავს რომ მოსწონხარ. რა წერია აქ? რაო? ყაბაყი? გთხოვა შენზე მოთხრობა დაგეწერა? ჰაჰა, მან არ თქვა რომელი სიტყვები უნდა მესწავლა. ამიტომ გადავწყვიტებ პროდუქტების სახელები მესწავლა. ო, კი, ფრანგულ მაღაზიებში პროდუქტების ყიდვა შეძლებ მერე. ნიკოლ, თავი დამანებე, დაკავებული ვარ. წადი და არაფრის კეთების ნაცვლად სხვა რამე აკეთე. ეს მართლაც უცნაურია. რა ხდება? დღეს ყველამ გადაწყვიტეთ რაიმე უჩვეულოს გაკეთება? ბოგდანი რაღაცას სწავლობს. შენ კი ისეთ რამეს აკეთებ, რაც დალაგებას გავს. როდესაც დედა საჭმელს ამზადებდა და სამზარეულოში სუნი არ იდგა. ეს დალაგებას არ გავს. ახლახან ჯიბეში ჩავიდე ფული, რომელიც დედაჩემმა სკოლის ფარდების ფულის გადასახდელად მომცა. გადახდა, დამავიწყდა და ფული სად დავდე, ნამდვილად არ მახსოვს. ხვალ მასწავლებელი ყველა კბილს ამომიგდებს. დედა კი ძალიან გამიბრაზდება. კარგი, ჟენია, შეგიძლია არ ინერვიულო. შენ ხვალამდე გაქვს დრო. დედას ამისთვის დრო არ აქვს. პაემაზე მიდის. მაგარია, ჩემი დასჭა ერთი დღით არის გადადებული. რატომ არ წავიდეთ და რაიმე სახალის ვარ გავაკეთოთ? მაგალითად, ბოგდანს საფაღარათო საშუალება მივცეთ. ან მეზობლის პიცამარცე 20 პიცა შევუკვეთოთ. კარგი, ნიკოლ, დაკავებული ვარ. სერიოზული პრობლემა მაქვს და ფანჯრიდან ქუჩის დანახვაც კი მალე შეიძლება დავივიწყო. ო, რა დაკავებული ხარ? ხანდახან თავისუფალ დროს არ მაძლევთ, მაგრამ ახლა ყველას გიგმები გაქვთ. რა კარგი მეგობრები და მანთესავები არიან. სხვა დროს მთხოვეთ რამე და ნახავთ. თუ მხოლოდ მაშინ გჭირდებით, ოსე გაგიხარდებათ, ძალიან ინანებთ. სინდის გაგიღვიძებთ. თუ რამეა გასაღვიძებელი. არ მგონია რამე იყოს გასაღვიძებელი. ყველა მიმატოვეთ, მოღალატეებო. ყველა ქათმები ხართ. მიმატოვეთ, როგორც კაპიკოლმა დატოვა A4, როგორც დიეტა დატოვა ბოგდანმა, როგორც შეყვარებულებმა მიატოვეს რა დედა. ხმა ეს? ეს ზაღლის კმუტუნს გავს. ჟენიამ თამაში წააგო? ჰა? ნიკოლ, შენ ხარ? მეგონა ჩემი ზაღლი იყო, რომელიც ისევ წებოვანი ატაკს მიეკრა. იცი რა ადგილითაც. რა გჭირს? ნიკოლ, რა მოხდა? ისრების დახატვა ვერ შეძელი და ამის გამო სიცოცხლეზე უარს ამბობ? კარგი, შენმა კლასელმაც იგივე ზედა იყიდა? კარგი, სკოლის ტუალეტში ფეხით ჩავარდი? ზაღმა შენს ბალიშზე მოშარდა? არა, ეს კარგი არ არის. მითხარი ბოლოს და ბოლოს რა მოხდა? იცოდე რომ ახლა ცეკვას დავიწყებ. დამიჯერე, ამას შეიძლება კიდევ უფრო გაგაღიზიანოს. კარგი, ამ ქალურ ისტერიკას მარტო ვერ გავუმკლავდები. კარგი, აქ დამელოდე, მალე დავბრუნდები. კარგი, წავიდეთ. რა? სად? რატომ? ახლავე გაჩვენებ. კარგი, მას რა მოხდა? წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენად მიფანტა ყურადღებას ჩემი სიცოცხლისა და სიკვდილის საქმეებიდან. აი, შეხედე, კლასიკური სიტუაციაა, განაწყენებულია, დარდიანია, ტირის და მიზეზზე არ საუბრობს. იქნებ ისრების დახატვა ვერ შეძლო? მეც ვიფიქრე ამაზე, მაგრამ ბოლოს ის უბრალოდ ტიროდა ამის გამო 40 წუთის განმავლობაში. და აი აქ დამიჯერე. აშკარად უფრო ცუდი რამ მოხდა. მიანდე ეს საქმე პროფესიონალს. მე ვიცი როგორ მოვეპრო ქალებს. ო, ნუ მაცინებ. არ გაცინებ. მესამე კლასში ნატაშკას ხვდებოდი კვირა ნახევარის განმავლობაში. მე ქალებზე ყველაფერი ვიცი. კარგი, მიდი. ნიკოლ, რა მოხდა? თუ ძალიან ბევრს ვიტირებ, სახე შეგიშუქდება.
მაშინ ძვირადღირებული ნიღბები აღარ დაგეხმარება, რომლებსაც ჩუმჩუმად პარავ დედას. შენთვისვე ჯობია რომ გაჩერდე და აღარ იტიროთ და თუ ტირილს შეწყვეტ, მკვდარ გომბეშოს მოგცემ. გინდა რამე ტკბილეული მოგიტანო? კარგი ნიკოლ, შეწყვიტე ტირილი ამ სათამაშოზე. ის უფრო მარილიანია ვიდრე ტანიან-სუნიანი. არა, კარგი ეს ასე არ გამოვა. სწორედ ეს შეუძლიათ ქალებს. როგორც ჩანს არაფერი გამომივიდა და თავს დამნაშავედ გრძნობს ცხოვრების მკაცრი სიმართლე, რომელსაც ყველა მამაკაცი დროთა განმავლობაში ეცშვება. ნიკოლ, ნუ მაიძულებ უკიდურესობამდე მივიდე. 3-მდე დავითვლი. თუ არ მეტყვი რა ხდება? და თუ ტირილს არ შეწყვეტ, მოგიღიტინებ 1 2 3 4 5 ახლა კი მე. კარგი ჟენია, თუ ღიტინმა არ გაამართლა, მაშინ სიტუაცია ნამდვილად კრიტიკულია. ჩვენ საქმეში მძიმე არტილერია უნდა ჩავრთოთ. იქნებ ჯობია არ გააკეთო? არა, ეს საგანგებო სიტუაციაა. შენს დედას ვეძახით. აბა შენი ქალიშვილი და ჩემი და სველია. კარგი, დამშვიდით. არ მესმის თქვენი. ნიკოლი რატომ არის სველი? რატომ და? ის თავს ვერ აკონტროლებს. მან ჩაიფსა? არა, ნუ მოусვენ მას. ის უბრალოდ იქ წევს. შენ ვერ მიხსნი წესიერად. ვერაფერი ვერ გავიგე. კარგი, წავიდეთ. მაჩვენეთ რა მოხდა. ვინ ყვირის ისე თითქოს მას აწამებენ? ერთ დღეს ის მიხვდება, რომ ნამდვილი წამება მისი მომზადებული ხორცის ბურთულებია. კი, ისინი საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს. რატომ ტირის ნიკოლი? ისევ თქვენ აატირეთ? ეს ჩვენ არ ვართ. ის აქ დიდი ხანია ტირის და არაფერს ამბობს, თუ რა მოხდა. ხოლოდ ქალს შეუძლია ქალს უთხრას თუ რა მოხდა. ნიკოლ, ვინ გაწყენინა? ვინ არ მიიწმენს ვახშამს დღეს? კარგი, არ ამგონია ეს სასჯელი იყოს დედა. კარგი, ნიკოლ, შეწყვიტე თავის მოწონება. მითხარი უკვე რა მოხდა. გაჩერდი და ნუღა დატყორა ქვედა სართულის მეზობრებს. არ მინდა თქვენთან საუბარი. ახლავე გადით ჩემი ოთახიდან. იცოდე, არსად წავალ სანამ არ გვეტყვი რა ხდება. ეგრე ხო? ჰეი, რას აკეთებ? ჩვენ დახმარება გვინდა და შენ? ნიკოლ, გაჩერდი. გთხოვ, გაჩერდი. მას რა ვქნათ? როგორ გამოვიყვანოთ? ნიკოლი ოთახიდან და ვაიძულოთ მიზეზი გვითხრას, შეგიძლია საფაღარათო საშუალებები მისცე? მას დაველოდებით და როცა ტუალეტში გაიქცევა, არ შეუშვათ სანამ სიმართლეს არ იტყვის. საინტერესო ფაქტია, რომ ორივეს გინდათ ერთმანეთისთვის საფაღარათო საშუალებების მიცემა. ტუალეტის მეგობრები, დარწმუნებული ვარ. კარგი, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გავამხნევოთ ნიკოლი, რომ ტირილი შეწყვიტოს. ისეთი საყვარელია, რომ შენიდის განწყობის გამოკეთება არჩევანი არ მაქვს. ხვალ ლეპტოპი უნდა მათხოვოს. ძალიან მჭირდება. ამ მდგომარეობაში კი ცხადია, არ ენდობება ჩემი დახმარება. გივჩევთ ნიკოლის გასამხნევებლად პატარა საკონცერტო პროგრამა მოამზადოთ. შეგვიძლია კონკურსები და ანეკდოტები მოამზადოთ. ო, კი. ეს შესანიშნავია და შეჯიბრებებით საინტერესო იქნება. ეს ძალიან მოძველებულია უკვე. მაშინ თქვენი იდეები უნდა შემომთავაზოთ, რადგან ჩემები არ მოგეწონათ. მოდი ის გავაკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდის. ო, შემიძლია ნიკოს ბიჭებთან ფლირტი ვასწავლო. ტანიამ თქვა, რომ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც კარგად ვაკეთებთ. რაშიც ლუზერები ვართ ის კი არა. რომ იცოდე, ჟენია ეს ჩემი მოწოდებაა. ნახევარსაათში აქ შევხვდებით. თითოეულ თქვენგანს უნდა გქონდეს იდეა. ჰეი, რატომ იცინით? ბოგდან, ბოდიში, მაგრამ ეს ძალიან სასაცილოა. თუ ეს ნიკოლს არ გაამხნევებს, ეს უეჭველი ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს და ჩვენ ფსიქიატრს გამოვიზახებთ. თუ ფსიქიატრი ასე გამოწყობეთ ბოგდანს დაინახავს, იფიქრებს, რომ ის მის სანახავად არის მოსული და არა ნიკოლისთვის. ეს ჩვეულებრივი ტრეკია. თქვენ ეს არ გესმით. კარგი, რა მოამზადეთ? პირადად მე გადავწყვიტე გაუჩინარების აქტი გამეკეთებინა. იმედია ეს შენი მუდმივი გაუჩინარება იქნება ჩემი ოთახიდან. ჟენია, მაგია შესანიშნავი იდეაა. მაჩვენე რა გაქვს დაგეგმილი. შეხედეთ. 1 2 3 ხო, რაღაც ფრიკ შოუ. ძალიან სასაცილოა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ რეპეტიციაა. ნიკოლი ამას ნახავს და გაოცდება. მას ძალიან მოეწონება. კი. ტრავმატოლოგიც გაოცდება. კარგი, ჟენია ის 6 წლის არ არის რომ გაოცდეს. და ის ადეკვატურია. ყოველ შემთხვევაში კონკრეტული დიაგნოზი არ არსებობს. კარგი, დამშვიდი. შენ მხოლოდ ყველა საკრიტიკებ. თავად რა გაქვს დაგეგმილი? ბიჭებო, მე მოქვს 100%-იანი ვარიანტი. ნიკოლის საყვარელი ტკბილეულის შეფუთვა მოამზადე. აქ ყველა დესერტია. შეხედეთ.
ყველაფერი ჩვეულებრივადაა. მშობლები ასეც ცდილობენ ბავშვის ყურადღების მიპყრობას. ეს კლასიკაა. არაფერი მსგავსი. დესერტები უკეთეს განწყობაზე გაყენებს. არა, ტანეჩკა, ოჯახურ ურთიერთობებში ინტერპერსონალური კოგნიტური აშლილობა უბრალოდ არატრივიალური მექთამეობით იცვლება. რა? მამაჩემს ფსიქოლოგიის წიგნი ტუალეტში დარჩა, ამიტომ წავიკითხე. კარგი, უნდა წავიდეთ, სანამ მთელ ჩემს პროფესიონალებს წყულად დავკარგავ. ჯანდაბა, ჩაკეტილია. რა ვქნათ? ნიკოლ, გააღე. შენთვის სიურპრიზები გვაქვს. ნიკოლ, წარმოდგენა არ გაქვს, რას დათმობ, თუ კარს არ გააღებ. გააღე ახლავე. ახლავე უნდა შევიდეთ. იმ შემთხვევაში თუ რამე რიგზე არ არის. ცრემლებში ჩაიზირებოდა? როგორ შევიდეთ ოთახში? იქნებ ფანჯრიდან? კი, პატარა ბიჭი, დიდი სპორტული მამაკაცი და ქალი. დედა, კი, იდეალური გუნდია. დიდი სპორტული მამაკაცი. კარგი. აბა, რას გთავაზობთ მაშინ? რას იზამთით ჩემს გარეშე? სად არის ნიკოლი? ღმერთო ჩემო, იმედია იგი ფანჯრიდან არ გადასულა. გონი მხარი ამომივარდა, როცა კარი შევამტრიე, მაგრამ როგორც ჩანს ამაოდ. ნიკოლ, სად ხარ? ნიკოლ. ნიკოლ, სად შეიძლება იყოს? ნიკოლ, აქ არა. ნიკოლ, სად ხარ? რატომ იმალება ის ჩვენგან? სერიოზულად? ალბათ იმიტომ, რომ ოთახში ჩაიკეტა და ნათლად გითხრა, რომ ჩვენი ნახვა არ სურდა. გაგვაგდო. ამასობაში კი მისი კარი შევამტრიეთ. რატომ გონიათ? რატომ არის ჩვენზე ასე გაბრაზებული? არ ვიცი, დილით ყველაფერი კარგად იყო. ის ჩემს ოთახში მოვიდა და რაღაცის გაკეთება მოუნდა. მე კი ასე რომ თქვა, ცოტათი დაკავებული ვიყავი. ის ჩემთანაც მოვიდა. ყველაფერი კარგად იყო. არაფერი უცნაური. ღმერთო ჩემო, ვერც კი წარმოვიდგენდი. მას ჩვენთან დროის გატარება სურდა და ყველანი დაკავებულები ვიყავით. გასაგებია, ალბათ მას ეწყინა და იფიქრა, რომ ის ჩვენ არ გვჭირდებოდა. შეხედე როგორი ნაზია. 13 წლამდე მე საერთოდ არავინ არ მელაპარაკებოდა. ხო, ალბათ იმედი ჰქონდათ, რომ დათვები უკან წაგიყვანდნენ. დამშვიდდი, ნიკოლი ეძებეთ. რა მოხდება თუ ის სამუდამოდ გაქრება? სამუდამოდ წავა სახლიდან? რა თქმა უნდა, მის ოთახში გადასვლა მინდოდა, მაგრამ არა ამ გზით. სისულელეებს ნუღარ ლაპარაკობთ. განაგზეთ მისი ძებნა. ნიკოლ. კარგი, ნიკოლ, სად ხარ? ნიკოლ, მოდი ჩვენთან. სად ხარ? ნიკოლ. რა მოხდება თუ ჩემს ნიკოლს ვეღარასდროს ვეღარ ვნახავ? ნიკოლ, სად ხარ? გთხოვ, გვაპატიე. ამიერიდან მთელ დროს შენთან გავატარებ. აი ნახავ, გპირდები. მეც მზად ვარ ვალდემართან პაემნებზე აღარ წავიდე. არამედ აქ დავპატიჟო, რომ ერთად გავატაროთ დრო. როგორ უცებ ალაპარაკდით ყველა? რა, მივხვდით რომ ჩემი ასე იგნორირება რამაზი არ არის? დაკვეთილი გასწავლეთ. გვასწავლე? ანუ განგებ გააკეთე? კარგი რა. გვეგონა რომ ძალიან ცუდად იყავი. ნიკოლ, ადამიანების ემოციებით манипуლირება არ შეიძლება. ნერვიულობდით. გვეგონა რაღაც მოხდა. რეპის სიმღერაც კი ვისწავლე შენთვის. მინდოდა მემღერა. მეგონა რომ თქვენ მე აღარ გაინტერესებ. გვაინტერესებს, თუმცა ზოგჯერ მნიშვნელოვანი საქმეებიც გვაქვს გასაკეთებელი. კი, მალე დედაჩემს ეთყვის შენს მნიშვნელოვან საქმეებს და რაზე ლაპარაკობ? ინტრიგა იქნება. ასე ვთქვათ, სიურპრიზი. ძალიან უპასუხისმგებლად მოიქეცი. მთელი სამყარო შენს გარშემო არ ტრიალებს. სხვა ადამიანებსაც აქვს ცხოვრება. მათ პატივისცემა სჭირდებათ. კი, შენ ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექეცი. ხო. კარგი, არ დავმალავ. სიამოვნებით ვიფიქრებდი, რომ სამუდამოდ წახვედი. ჟენია. ხო, ნიკოლ, ამის გაკეთება არ შეიძლება. კი, მართალი ხარ. ეს ეგოისტური იყო. ახლა დასჯილი ვარ, არა? კი, მაქვს შენთვის ერთი სასჯელი. სამი, ორი, ერთი, ნული, თქვენ მის ნიკოლის სახლზე ხართ. მადლობთ, მოყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყეთ და ლაიქება და ჩვენ წავედით. ნახვამდის.